მოგესალმებით შემოკარგებო, ჩვენთან კლავ ცხელა, კლავ გადაჩეჩილები ვართ და კლავ დარეტიანებულები ვართ სიცხით. იმედია კარგად მყევხართ, ჩვენც ჯანმრთელად ვართ, მადლობა ღმერთს და გუშინ მოსული ფუთა უნდა გავხსნა. გუშინ გითხარით კიდევაც მოვიდა იმხელა ფუთა უნდა გაჩვენოთ მეთქე. გავწმინდოთ ახლა ეს ფუთა კარგად. ხო და ვნახოთ. ვიდეოს დასაწყისშივე ვიტყვი, მუდმივები იქნებით თუ ახალი მაყურებლები, გთხოვთ ვისაც არ გაინტერესებთ ფუფულა სათამაშოები, უბრალოდ ასკროლეთ, არ არის ვიდეო, ჩემართვა იქნება ისეთი თემებიც, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ, თუ არა და სხვა ბლოგერებს აუცილებლად ექნებათ შემოკარგებო. მივწმინდე, გაჩვენებთ ახლა ზომას. ძალიან ბევრი მომსულია. აი ასე. ძალიან ბევრი სკიდა მომსულია და ნელ-ნელა ნელდება ეს ნდომა, იცით? აი ახლა რომ უყურებ ლაივებს, იმდენს აღარ ყიდულობ ნამდვილად. და არ ყიდულობ, იმიტომ რომ იმდენი აღარ მინდება. რაც მთავარია, მე ვარ უბედნიერესი ქალი იმით, რომ ძალიან გამიმართლა ოჯახში. არავინ არ მიშლის ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ჩემი შვილი. შინ შემოგეულოს დედა. დამცინი, მაგრამ არ მიშლის. არა, ნუ დამცინის და ხალისობს და რა თქმა უნდა, როგორ არ დამცინიან. ახლა კონკრეტულად ეს ფუთა არის ჩემი მეუღლის გადახდილი. შეიძლება რაღაცა. აბა გისმენთ ბატონო. სული სერიოზულად ვეთქვი ახლა, რომ ნაკლებ მინდება განსაკუთრებულობო. ფუთის ზომა ვაჩვენ. არა, ეხლა კიდე უნდა წამოვიდეს, კაცო, კიდე მაგ ნაყიდი. და ნაკლები იქნება ბევრად, ძალიან ბევრი რამე მომწონს, მაგრამ ბევრი რაღაცა არ მინდა. თმები ცოტა გავისწოროთ და შევუდგეთ საქმიანობასა. ხო, ჩემო პატარა? ვინც არ იცნობთ? გთხოვთ იცნობდეთ, გაიცანით. ეს არის პატარა ბობიკო, შავ ფონზე სუნთლად არ ჩანს. ჩემი სტუმარი ცუგა, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოდ არის ჩემთან როგორც სასტუმროში, არ ვაკლებ მოვლას და ყურადღებას და რო იცოდეთ, მსგავს პატარა ძაღლებს ვიტოვებ დიდი სიამოვნებით. ვუვლი, ვეფერები, ვარცხნი, დღეს წირკვლები დავიწმინდეთ. ხო, ბობიკო? შემეჩვია უკვე და ტასიკომ დაარქვა ზეთისხილი. ზეთისხილი ქვია. მართლა ძალიან შავია, აი ვერ ვიპოვე წერტილი, რომ თვალები დაგანახოთ ისეთი შავია. თვალებით შავია. თვალებით შავია, ხო. წადი გაიქეცი, მიდი, თამაში აბა შემიცი. ხო და შევუდგეთ ჩვენ საქმიანობას. ახლა ამას დავდებ, იმიტომ რომ ბევრია მაგიტაზე რომ დაეტიოს, დავდებ აგერ სკამს. ცოტა ჩქარ-ჩქარა გავაკეთებ, შემოკარგებო. დელფინი, რა თქმა უნდა, დასაბანი და გასარიესანი, დასავარცხნი, მაგრამ მე ჩვენება რომ დელფინის პირობას ძალიან გაჭეჭილია. არაჩვეულებრივი, იხვი არაჩვეულებრივი ჩასაცმლით. აი ესეთი კომბინეზონი მინდა ზაფხულისთვის. მუცელი აქ რაღაცა უშნოთ მოგწეული, მაგრამ ხო კარგი ვარო. ძალიან კარგი ვარო. ეს ნახდათ ჩემი ნაყიდია, აგერ ფასი წაწერია. გემრიელი ცხოვრება. აგერ ბატონო. ეს ირემი, მე ხო საახალწლოზე ვგიჟდები და თეთრი ირემი, ამას ჩავაცმევ, გამოუპრანჭავ. ნიანგი, ყოველად ნიანგური. დეტა რა თვალები აქვს ხალხო, შეხედეთ. ეს უკვე მესამე ნიანგია. ჯიჟი, გიტარო ჯინი. შემდეგი, რაღაცა უცნაური ძაღლი. სკუპიდუა თუ გერმანული ნაგაზი არ ვიცი. ეს მახსოვს რომ ვიყიდე. შემდეგ ზღარბუნა. არაჩვეულებრივი ზღარბუნა. ორი ლარი ყოფილა ამისი ფასი, შარპი უკეთია, შარპი. მშვენიერი. ხო. იღაბი უკეთდება? კი, უკეთდება. საყვარლობა. უკეთდება, აწევად შეიძლება, ჩამოწევად შეიძლება, აი ასე. აი ასე ბატონო. სუპერმენი, სუპერ დათვი. ეს არის მელაკუ და რასასწაულია, ხო კაია? კაი ფოქსიკოა.
ჩემი დიდი გატაცება, მშვენიერი იუნიკორნია ეს, მაგრამ ცხენის წელი მოდის და გადავწყვიტე რომ ეს მქონდეს საჩუქრად, სარეალიზაციოდ ჩვენთვის. ოღონდ რაღაც საახალწლოები ჩავაცვა. მოვაწესრიგო. ხო ლამაზია. მშვენიერი. ამისი ფასი ყოფილა 3 ლარი. TikTok-ზე ქართული ასოებით 2 დააკრიფეთ და ნახავთ შესანიშნავ მაღაზიას, რომელშიც შეგიძლიათ აი ესეთი აბსოლუტურად უნაკლო ცინცხალი, არა 3 ლარი, აი 2 ლარია ამისი ფასი. 2 ლარიანი ყოფილა. ასე რომ იქ შეგიძლიათ ნახოთ 100 ლარიანიც, 80 ლარიანიც, ორიგინალიც, ესეც რა ქვია. Disney-ის მულტფილმის გმირები, როგორც არის მაგალითად ჯუჯები, ელზა, შენ გიყვარს ხო ეს ხალოდნაის ერთზე? უკვე აღარ გიყვარს. ფიზიკო, უკვე აღარ გიყვარს. ელზა და ანა რო არიან, ხო იცით და ის რო ყავს. მაგათ თოვლის კაც რა ქვია? ოლაფი. იმდენი ოლაფი გაიყიდა ჩემ თვალზე. მშვენიერი ძროხა. კაკი ვიცია, კაკი. შემდეგი. დათვი. მე მიყვარს ძალიან რალფ ლორენის დათვები და გავდა და ვიყიდე, თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ არ იყო და ახლა მით უმეტეს ვხვდები რომ ეს არ არის ესეთი დათვი, მაგრამ ეს არ არის უხარისხო დათვი. ეს არ არის რაღაცა კარგი ბრენდის დათვია ესეც. ნახეთ როგორი უჯრუაფერიანი ყოფილა ეს ჩემო კარგებო და ეს არის. იმასაც გააჩნია რამდენს იყიდის ადამიანი. მშვენიერი თოვლის კაცუნაა. გინდა საკიდი გაუკეთე და ნაძვის ხეზე ჩამოკიდე. აი კიდევ ერთი ნიანგი. აი კიდევ ერთი ნიანგი. აი ესეთი ჭიაყელასავით ნიანგი. აი ეს არის უშნო. აი ეს არ მოგეწონა შენ დასკრინულში რო ნახე. მაგრამ ძალიან არ შეგწივდეს ბარაშკაჯან თბილი ქუდი დაიხურეო დედაჩემმა იცის რაღაცა ძველი თბილისურ ავლაბრული სიმღერა. არ შეგწივდეს ბარაშკაჯან. მართლა, იგი სპეციალურად გააკეთე ეს? რა მოხდა მერე? აბატონო, რა მშვენიერია, შეხედეთ, გადასარევი. მე ვარ თხის წელში დაბადებული, იმიტომ რომ ესეთი თხარი. რაღაცნაირი ღუღულა დათვი, რომელიც სულ ახალია, 2 ლარად შევიძინე და ამ დათვსაც კოხტად და ლამაზად გამოვპრანჭავ, რაღაცებს ჩავაცმევ. მეცაც გეტყვით, საწყოსაც შეუკერავ, ლეიფსაც, მუთაკასაც, რომ ზამთრის ძილით გემრიელად დაიძინოს, ესეც მოვაჭრათ, პლასმასის ის აქ, ფასის რაღაცა, პრინჭი, არ ვიცი მაგას რა ქვია, მაგრამ პრინჭია. და კიდევ ერთი მსხალი, უკვე მყავს ერთი და ეხლა გვეყოლება 2, მსხალს აუცილებლად უნდა ყავდეს თავისი წვრილი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აი ამ სხვა ცხოველებთან, პატარა სათამაშოებთან შედარებით, ხილბოსტანი მოთხოვნაა და უფრო ძვირია, დაახლოებით 6-7 ლარი ღირს ხოლმე. აი ასე, ორივეში 7 ლარი გადავიხადე მე. მე მგონია, რომ ერთ პარტიას წავიღებ შევყრი. ხო და ეს კი არის ხალხოს საოცრება. ეს არის საოცრება. ეს არის ჩემო კარგებო. ყარი თათუნიები აქვს. მშვენიერი ყვავილებიანი კალათი აქვს. არაჩვეულებრივად ოსტატურად შესრულებული ჩასაცმელი აქვს. შიგნით შეიდიში აცვია, მაქმან შემოვლებული. მყარია თვითონ სათამაშო, შიგნით რაღაცა მყარი კონსტრუქციაა და ზემოდან არის ეს მშვენიერი ბეწვები. ეს არის ბეატრის პოტერის დასურათებული საბავშვო წიგნის პერსონაჟი და რო დავინახე გავგიჟდი და გადავიღია. ბეატრის პოტერის ბევრი კურდღელი ყავს, პიტერი რებითი მაგალითად მას. ესმას და ელზას, ესმა და ელზა ქვიათ გოგოებს. TikTok მაღაზიის მეპატრონეებს, რომელსაც ქვია 2 და იმადზე დიდი მოთხოვნა. ამადზე დიდი მოთხოვნა როგორც ჩანს არ არის. არ ვიცი, არ მოსწონთ თვითონ პერსონაჟი თუ
უბრალოდ არ ახსოვთ ეს პერსონაჟი იმ ზღაპრიდან და შემდგომ მულტფილმიდან, სხვა შორის ბალეტიც კია გაკეთებული. მას ბალეტს დიდი სიამოვნებით ნახავდი მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე. და ჩემოკარგებო, მშვენიერი გამოკვანძული კურდღელი, ეს არის ჩვილი ბავშვის სათამაშო, რომელსაც აი ესე გულზე აფარებენ, ხელში აჭერინებენ. ნახეთ როგორ აქვს სახე გამოკვანძული. ეს ფრანგულია, made in France აწერია. აგერ საფრანგეთის დროშაც აქვს. მე გადავიხადე 2 ლარი, მხოლოდ იმიტომ რომ მეორადია, თორემ ასეთი ახალი საქართველოში კი ღირს 1.40 ლარი, ევროპაში კი ალბათ უფრო ძვირი. და მე ვიყიდე იმიტომ რომ აი ასეთები მინდა რომ შევკერო. აბა შეხედე? ნახო, ანუ თარგი ავიღე. ესეც მშვენიერი დათუჩა, რომელსაც აფარია თავზე ჩაჩი. ანუ ქუდი, რომელიც ლოგინში ეფარათ ხოლმე. ესეც ძალიან კარგი კომპანიაა. მშვენიერი ჩაჩუნა. ამისთანა დიდიც მყავს მე გათამაშებაში მოგებული და შეიძლება მამაშვილში გავიყვანოთ. ან დედაშვილში. ნახოთ. ერთ-ერთი ჩასწრმელები შევუკეროთ, რომ ერთი ოჯახი იყოს. ესეც მშვენიერი უნიკორნი, რომელსაც რქა აქვს წინ გახეული, მაგრამ ამას აუცილებლად შევკერავ და ამას საერთოდ არ აქვს ფასი, თუ აქვს ფასი, აბატონო 2 ლარი. საერთოდ თუ დაინახა, ტრანსლაციას აკეთებს ხოლმე ელზა. თუ დაინახა რომ რაღაცა დეფექტი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის. არ იტყვის რომ მოდი იაფად მოგცემ. არა, გვერდზე გადადებენ. და ესე თუ ვინმეს პრეტენზია გიბრუნებს კიდევაც, მაგრამ არავითარი პრეტენზია მე არ მაქვს, აი ამ მშვენიერ რქას, მე ძალიან კოხტად მოვაწესრიგებ, გავრეცხავ, ჩავაცმებ, დავახურავ და იქნება მშვენიერი ბიჭი. კიდევ ერთი ბეჰემოტი. კიდევ ერთი საწავიდა. ზეთისხილასაც წავიდა, წევ ხარ? ყველაფერი დაკეტილია, ვერსად ვერ გავა. კიდევ ერთი პატარა ბეჰემოტი, ესეც როგორც ჩანს არის ჩვილის, ეს ალბათ უნდა დააჭერინო ხელში და მიუბა ალბათ საბავშვო. მშვენიერი ჩაცმულ დახურული, ნახეთ რა კარგი კარდიგანი აცვია ხალხო. და ჰალსტუხი და გული უჭირავს ხელში. მშვენიერი დათვია, ახლა ესენი არიან გასაფერწყები, გასარეცხები და რა არიან დაპრესილები, რა თქმა უნდა. ფუთაში აქეთ-იქით ნაგორავები, კეთილი იყო შენი მობრძანება, გამარჯობა. აი ამითი ნამდვილად გამოვა ოჯახი, აი დედა, მამა და დედა, შვილი და მამა ყავს კიდე. 1000 რამეს მოიფიქრებს ადამიანი, 1000. ესეც რაც ხარის დათვია მე მგონი. რა იყო დედა? რაც ხარი? ხონო. ერთხელ შენი ღიდა და შევიკრა. შვენი თენგოს და ირაკლი გადელიას ბებია იულია. მეძახის ერთხელ ვიღაცა შემოვიდა ჩვენ დიდ და უზარმაზარ საბიძაშვილო სამამიდაშვილო ეზოში და ერთი მეგრელი ბები აყვავდა, მოკლედ მეგრელი რძლის დედა. რაც მე დავიბადე სამეგრელოში ის ქალი არ ყოფილა, სუქიშხეთში იყო, თუმცა სულ თავის სამეგრელოზე ოცნებობდა, რომ აქ რა გინდათ ამნესტიან გუშხეთში, აბაშაშია კაიო და ეს რა ქვია. მეძახის ერთხელ იულია ბებია, მოდი და რა იყო იულია ბებია მეუთხარი, ისინი ის ქალი ვინაი რო შემოვიდაო და რა ვიცი მეუთხარი ვიღაცა არის მე და ვიღაცა რო მეც ვიციო შენ სახელი და ვარ ვიციო მაგისიო და ესეც რაც ხაა მეთქი მეც ესე გითხარი ზუსტად ესეც დათვია ეკრანზე უფრო მომეწონა ვიდრე ლაივში მაგრამ ხანდახან ესეც ხდება ხოლმე ხა ეგ ონლაინ მაღაზიის ბრალი არ არის და შემდეგი შესანიშნავი ძალიან დაგებული სავარაუდოდ ბავშვის საფენი რომელზეც გამოსახულია იტი სპილბერგის ფილმიდან ვისაც არ გახსოვთ გავაცოცხლებ თქვენ იმას მეხსიერებას და ჩავაგდებ ნაწყვეტს ამ ფილმიდან Goodbye. There's no goodbye. Welcome.
ეს რომ ამისი გაშლა რომ დაიწყო ელზამ მივწერე მინდა მეთქი ისე რომ ელზამ ვერც მოასწრო დაწერა კი არა თქმა რა არის ეს ბალიშია საბანია რა არის მაგრამ აი ეს რომ დავინახე ვიფიქრე რომ всё ეს მინდა რაღაც არაფერს არ აპირებს არ ვიცი მოკლედ თავისთავად წიცილა შესანიშნავია თუმცა ვერ ვიტყვი რომ რამე იმას მექანიკურს აკეთებს აი მას მაგალითად ადამიანი ერთ ლამას გვირგვინში ზამთარში რო გავაკეთე ჩაუდებდა დიდ ბუდეს და ჩასვავდა ამას სააღდგომო გვირგვინს გავაკეთებ ამით შენ რა სიტყვი არა არც დამჯდარი არაფერს არ აკეთებ ეს არის რუსულად ვიდრა, ინგლისურად otter და ქართულად ქვია რა, წავია, წავის ქურქი. ესენი არიან ულამაზესი, უსაყვარლესი ბიჭუნები და გოგოები, რომლებსაც აი ესე უჭირავთ ხოლმე ზურგზე ტივტივებენ წყალზე და ესე უჭირავთ ხოლმე შვილები. ეს ცოტა უფრო კვერნას ყავს. არ არის კვერნას ესეთი კუდი არ აქვს. ეს არის ნამდვილი და ეს არის მშვენიერი ბავშვის პირსახოცი კი არა და აი კურდღელი რო გაჩვენებთ წეგან გამონასკული ჩვილის ხელში დასაჭერი რაღაც ესეთი ბალიში ამით წყნარდებიან თურმე ბავშვებს ხელში რო უჭირავთ და ვიყიდე პადინგტონის გამო ინგლისური მულტფილმის ხო ბრიტანულია პადინგტონის გამო ვიყიდე ამასაც ინიციალები აქვს პადინგტონ ბეარ პადინგტონი დათვიო Marks and Spencer's კომპანია ორიგინალია მოკლედ პადინგტონის ესე წარმოება არ შეიძლება მომინდა და შევკერე პანდა ამდენი რამე გვაქვს და მეთქი პანდაც გქონდეს თქო და ახლა გვაქვს ჩემო მეუღლე მოიტანა აი ესეთი რამდენიმე ცალი არ ვიცი 12-ია თუ 14-ია თუ რამდენია მოკლედ ბევრი მოიტანა აბსოლუტურად მყარი კარგად შეღებილი გინდა ასე მიაჭედებ და აი ამ ნაწილზე ეს კედელზე იქნება და ამ ნაწილზე უნდა დაიდოს მე ვფიქრობ ლამინადი ხა შეიძლება ხეც არ ვიცი მოკლედ უნდა ვიყიდო რაღაცა თარო და ესე უნდა დავამაგრო თარო კი არა ზედაპირი რაღაცა ფიცარი ლამინადის თუ ხის და ერთი აი აქ გავაკეთოთ და ერთი კი არა სამი იარუსი აქ გავაკეთოთ ერთი სამი ჩემთან გავაკეთოთ და თუ შენ მოგეწონება კიდე მოიტანს და ესა შენ ოთახშიც გავაკეთოთ ხო ეგეთები არ მინდა ჩვეულებრივი გინდა იმების ჩუქურთმების გარეშე. სიმართლე გითხრათ არც მე ვარ დიდად მოყვარული ამ ჩუქურთმების, მაგრამ კარგია, იმიტომ რაღაცას დაკიდებს. ერთი მშვენიერი ალპაკა, ახლა უკვე 3 ალპაკა ყავს. აი ასეთი ძალიან ლამაზი და ღუნღულა და ზუსტად ისე აქვს თავი მოქცეული, როგორც ალპაკებმა იციან ესე. ხა აჰა. ახლა თუ ზოოპარკი იყოს, შეგვიძენია, თუმცა არ მახსოვდა ჟირაფი. ჟირაფი შეგვიძენია. ეს არის ჩემო გოგოებო. ტასიკოს დიდი ხნის ოცნება, ოღონდ ტასიკო ოცნებობდა ამას ცოცხალ მცენარეს და მე ავდექი და სანამ ცოცხალი ექნება, ვუყიდე აი ესეთი მძიმი აქვს. რომ დაიდგას როგორც ქოთანი, აქვს ხელები და აქვს კბილები. ეს არის მცენარე, რომელიც ესე პირს აღებს და ბუზებს იჭერს. სულთლად ახალია. ძალიან საყვარელი. აი ასე. ეს შეიტანა შენ ოთახში და დაიდგი. ბუზებს გაანადგურებს. მოგწონს? აჰა, დაიჭირე, მე წავალ სარეცხის მანქანაში შევყარე რაღაცებს და დაგიბრუნდები. დავრუნდი ჩემო კარგებო 7 კილოიან სარეცხის მანქანაში შევყარე და მთლიანად არ ჩაეტია ის რაც გაჩვენეთ, არა და ის რაც გაჩვენეთ, მითი რა თქმა ფუთის ნახევარი იყო, მეტი არა. აბატონო. კარგი ბიჭია, სერიოზული, სუმფლად წინწყალი. ასევე ცხენის წელიწადი მოდის მეთქი და კიდევ ერთი ცხენი არ შეგვიშლის ხელს. აი ასე. ნახეთ როგორი ფაშატია, მე მგონია რომ ფაშატია. დასავარცხნი.
და ვიმსახურებ თუ არა მე 7 ძილს. ჰა? გინდა შენ? მოგაზომო? აი ესე. აქედან ყვავილები აქვს, აქედან ატლასია, გარეთ ატლასი, შიგნით 1000. არ მქონდა ესეთი და შევიძინე, იმიტომ რომ შვიდად დავიძინო ხოლმე დილით მიჭყიკინებს. აჰა. შენ რომელი მხრიდანაც გინდა გაიკეთებო, კარგი იქნებოდა ჯერ გაგვერეცხა. კიდევ ერთი ცხენი. ნახე რა კარგად იმეგობრებენ ესენი ტასუნა. ეს მუსტანგია. კი, მშვენიერია. ორივე ძალიან კარგია, მე ძალიან მაგარი. აბსოლუტურად ახალი თავისი მარკით TLC-ის კომპანია. სულ რაღაც ორლარად. მშვენიერი დათუნა, სუმფლად ცინცხალი. ეს არის ჩვილის. აი ასე. ხოშიანი. ძალიან კარგია. მე თქვენ ისეთი სასაცილო რაღაც უნდა გაჩვენოთ, შემოგარგებ. ესეც არის ბეკეკო და არის ჩვილის საწოლზე ჩამოსაკიდებელი. ესეთი ერთიც არის, მე მაქვს უკვე. დაწყვილდნენ. არ ვიცი ეკრანზე რამდენად გამოჩნდება, მაგრამ შეხედეთ ეს როგორი ქათქათუნაა და ამას ცოტა მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მე დარწმუნებული ვარ, ამათ გულში უხარიათ შეხვედრა. დაკლავ ცხენი, რომელსაც ცოტა არაპროპორციულად დიდი თავი აქვს, მაგრამ გამომეტყველება აქვს ძალიან მომღიმარი და კეთილი. აი ასე ჩემო კარგებო, ნახეთ, რა ბიჭი ვარო. ხო, ნახეთ ამას ფასი არ აწერია, ელზამ გამომიგზავნა ეთყობა, რო იცის რომ სულ ამრქიან ცხენებს ყიდულობ. გაიხარე ელზა, შენ შემოგევლე. მე თუ ვერ გადაგიხადე, სამყაროს გადაეხადოს შენთვის. მაგრამ მე შენ გვერდზე ვარ ყოველთვის. იცოდე. ძალიან ხარისხიანი მყარი სილიკონია. აჰა, ასევე გოგოებო და ბიჭებო, ნიმუშად მჭირდებოდა და შევიძინე ბავშვის სათამაშო და საახალწლო თემატიკით წიგნი. პირველ გვერდზე ყავს თოვლის ბაბუა, მერე ყავს სარკე, ესეთი რბილი პლასტიკური სარკეა, ეს არ არის საშიში, ეს არის ბავშვის განვითარებისთვის. Your first Christmas has begun. შენი პირველი შობა დაიწყო. Christmas kisses from Santa XX. მოკლედ, 5 ლარი ღირებულა. მოიცა მოვაზროთ. Santa-სგან პირველი კოცნები. ეს ჭრიჭინებს, ესეც განსავითარებელია, რომ ტაქტილური შეგრძნებები განუვითარდეს ბავშვს. Santa's coming on Christmas Day. Santa მოდისო შობა დღესო, აგერ არის ნაძვი. და აი აქ არის, რა ლამაზად არის გაკეთებული ეს ფანჯარა. აი მაგითო ვიყიდე. აი უყურეთ, აი ასე. ვინ იყურება შიგნით, დათვი თუ თაგვი თუ რაღაცა. აი და ეს არის ის საშობაო ორცხობილები, საშობაო შოკოლადი მარშმელოსთან ერთად, რძე და სტაფილო, რომელსაც უდგავენ ბუხართან Santa Claus. აი ასე ჩემო კარგებო. ხო ლამაზობაა დედო? აქედანაც შეიძლება რაღაცა იდეების აღება. რა თქმა უნდა. კვლავ თეთრი დათვი, 2 ლარიანი, აბსოლუტურად უბრალო, მაგრამ სუმფლად ცინცხალი და ქათქათა და ასეთები მე მინდა იმისთვის, რომ ჩავაცვა დავახურო. ისე კი უნდა ჩავაცვა დავახურო, აი კაი ჟაკარდის ფიფკები ენჯემპრი მოუხსოვოთ, მაგალითად, შალის ჟილეტი თავისი იმითი ბაფთით. რატომაც არა. ვინ თქვა რომ დათვები არ უნდა იყვნენ ლამაზად ჩაცმულები. ეს რაღაცა უცნაური ცხოველია, სხვადასხვანაირი უცნაური იმეებით. ზოლიანი ხელფეხით. მე მგონი გოჯია, შენ რა სიტყვი? აი ამაზე როგორ არ უნდა იყო აღფრთოვანებული, როგორ არ უნდა იყო აღფრთოვანებული ამაზე.
ეს არის სურიკატი. სურიკატები და თახვები არის ძვირი, იმიტომ არის მოთხოვნადი. სახე აქვს ცოტა მიღრეცილი, მაგრამ რო გაირეცხება, გაფუმფულდება ხოშიანად. მე და ტასიკოვ გიჟდებით, ისე გვიყვარს სურიკატები, ესე მოდგანან ხოლმე და რო ეძინებათ და ვარდებიან. თანაც ეს სურიკატი არის საახალწლო. შვენიერი. მოგეწონა სურიკატი? ძალიან მოგეწონა სურიკატი. ძლივს რაღაც რაცხა მოვახსნა. პატარა ირმუკა ეს პატარა. აი ასე, ერთადერთი ცოტა აი ამებს ცოტა უფრო მაგარს დავაკერებ, მე რომ ფეხზე იდგეს. აი ასე. აი ასე, ჩემო კარგებო. ესეც დათუნია. და თუ გნებავთ ასეთი 1-4-5 ცალი აქვს კიდე ელზას და სულ ახლებია ესენი. ეს არის ჩემო კარგებო. აი ასე. ომაიგადუნიები. აი ჩემო კარგებო, ეს არის ცხენი. თავზე რქით. თეთრი ქათქათა. მართალია გასარეცხია, მაგრამ მაგისი ჩვენ არ გვეშინია, მოგეხსენებათ. რომელსაც აქვს ლამაზი ვარდისფერი ფეხები და ვარდისფერი კუდი და შესანიშნავი ბრჭყვიალ-ბრდღვიალა ფრთები ორივე მხრიდან. აი აქ უნდა ჩადგეს ეს იზომა ადამიანი, აი ეს იხსნება და წელზე უნდა შემოერთხას და იქნება კოსტიუმი. აი წარმოიდგინეთ, აი ესე წელზე რო ჩაიცვას და რაღაცა სპექტაკლი იქნება თუ რაღაცა ღონისძიება იქნება თუ რაღაცა საბავშვო შეკრება იქნება თუ რაღაცა საბავშვო აქტივობა შეუძლია რომ აი ასეთი კოსტიუმი კონდეს. ცხენის კოსტიუმია. მე ვიყიდე იმიტომ რომ აი ამ იმაში იქ სადაც ადამიანის წელი უნდა მოთავსდეს, მე მოვათავსებ ნაძვის ხეს. ანუ საახალწლო ნაძვის ხეს ჩამოვაცვამ ზემოდან და ნაძვის ხე მექნება, რომლიდანაც გამოვა რქიანი ცხენი. რომ უფრო ლამაზად აღნიშნოთ ცხენის წელი შემოსვლა. აი ასე ბატონო. ახლა კი დაგემშვიდობებით. როგორ შვებიან ცხენები, მამა ჩემი აკეთებდა ხოლმე ბავშვობიდან. კარგად ბრძანდებოდეთ. იმედია თავი არ მოგაწყინეთ, თუმცა თუ მოგწყინდათ, ინტერნეტის დიდი სიკეთეც ის არის, რომ რაც არ მოგწონთ, უნდა დააჭიროთ და გათიშოთ. კარგად იყავით, ჩემო კარგებო, ვისაც ეს ყველაფერი გესიამოვნათ, ყველა არ მიუშავია, ესე იგი, შეგარგოთ. შევხვდებით ხვალ, არხზე გემრიელი ცხოვრება, კარგი საღამო, მშვიდი ღამე, ხვალამდე.